გაგაზრდილი. ამ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი განვისდით გარკვეულ ბრძოლებს, ხილავს თუ ხილავს გარკვეული სულიერ ხორციელი დისკომფორტი გვაქვს. ზოგს სუბუქი ზოგს მძიმე განსასწრებელი ქვია ამას სხვანაირად ვთქვათ. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ ამ დროს რომ უფალო შეგვიწყალეთ. ღმერთ შევავედრო ჩვენი თავი. რომ ღმერთმა გვიშველოს და ვთქვათ ღმერთო შეწევნაცა ჩემსა მოხედენ უფალო შეწევნა ჩემ და ისრაფ. იმიტომ რომ თუ უფალი არ შეგვეწია ჩვენ თავით თვისით ვერაფერს ვერ გავხდებით ამ მძიმე განსასწრებლებთან. ამიტომ სულ უნდა ვევედროთ უფალო შეგვიწყალეთ. ღმერთო შეგვეწიე შეწევნაცა ჩემსა მოხედენ როგორც ფსალმ 69 ფსალმში წერია. და შეწევნა ჩემ და ისრაფე. როდესაც ზღვა ქარისაგან ღელავს და გული ვნებებისაგან ზღვის ტალღების დაწყარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ჩვენი ვნებების დაწყარებას ასევე და მავნეჩვეების დამშვიდება ღმერთს და გულის ტალღებიც ასევე უფლის ყოვლის შემძლე მარტს ექვემდებარება და თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ და თუ ჩვენ სურვილს გამოვხმართ და მოვინდომებთ რომ უკეთესი გავხდეთ და უფრო დამშვიდეთ. ძველად თქმაში სპილენძის გველის შეხედვა გახსოვთ ხომ? გველის ნაკრანს კურნავდა ეს ძველი დროები მაშინ გახსოვთ. მაგრამ ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრის და მასხოვრის შეხედვა და მისადმი ლოცვა და მოთმინების სწავლა მისგან ყოველგვარ უძლურებას კურნავს, სულიერს, ემოციონალურს თუ ხორციელს. ყველაფერს წმინდავს და ძლიერი შეწევნა ძალუძს. რათა ზნეობრივი გველის ვნებების მიერ მიყენებული წყლები მოშუშდეს და სულიერად დავწყნარდეთ, დამშვიდეთ. რა თქმა უნდა, უამრავი გამაღიზიანებელი ფაქტორია ხოლმე და გაღიზიანება ეს კიდევ სულის გარკვეული ვნებაა და გარკვეული რაღაცა მავნეჩვევა. აკარგვინებს ადამიანს ფსიქიურ ენერგიას, გონებრივ წონასწორობას, ნერვიულობა, გაღიზიანება, დეპრესია, განრისხება და ასე ვთქვათ, ცლის ენერგიისგან და წოვს ენერგიას. ამგვარად, რომ დუმა ადამიანი არ იყოს ესე დაბეჭდილი, აი დაკონსერვებული თავის ცოდვებში, ამისაც უნდა გახსნას ეს ჭურჭელი, დაკონსერვებული ჭურჭელი და ეს მთელი ჭურჭკი და ეს სიბინძურე უნდა გამოუშვას, გამოვიდეს, გამოირეცხოს ეს სულიერი ჭურჭელი. ახსარებით, ზიარებით, ნაკურთხი წყლით ესე სიმბოლურად ვთქვათ, ხომ? გამოირეცხოს უნდა, გამოსუფთავდეს სულიერად ღვთის წინაშე, განიწმინდოს. ვინ არის ხო უცოდველი, ხო? ყველა საათ ცოდვები გვამრავ. ეს არის ყველაზე კარგი. თამდაბლებული გზნობით, სინანულით შევიდეს და ეზიაროს. და განწმენდილი ახალი სუნთქვა გაეხსნას და განწმენდილი ახალი სულიერი ასე ვთქვათ ენერგიითა და ახალი სულიერი მადლით აღივსოს და გაძლიერდეს და სულიერი ხერხემალი მისი განიმართოს. ამიტომ უნდა დავემდაბლოთ ჩვენი თავი, ყოველთვის ვეცადოთ რომ თავი დავემდაბლოთ. ცოდვილი ადამიანი თამდაბალია, ამპარტავანი უკვე ისეთ ცოდვილია თუ არ მოინანია ჯერ ამპარტავნება, მერე უკვე უნდა იფიქროს იმაზე რომ ცოდვები გააცნობიეროს. თუ საკუთარი თავით კმაყოფილია ადამიანი, დასუსტება აუცილებლად. როდესაც ადამიანი რაღაცაში საკუთარ თავს შეაქებს, საპირისპიროში უმალ დარწმუნდება. თუ თავის საკუთარ თავს სხვებზე მაღლა დააყენებს, ისე მოხდება, რომ დისცენაში უფრო დაბლა ჩადგება და დამდაბლდება. მერტი ხედავს ყველაფერს. ვინ ვარ ჩვენ? დისცენაში არაფერი არ ვართ. ხატება ვართ კი. და მსგავსებას უნდა მივახციოთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამეა ადამიანი, მაგრამ მაინც ადამიანი ღვთისენაში არ არაობა. ამიტომ რაც გაგვაჩნია ჩვენია, რა თქმა უნდა, არა, საკუთარია, არ არის ღვთის მიერ მოცემულია. ცოდვები არის ჩვენი. ამიტომ ეს ცოდვები უნდა მოვინანიოთ. შეთანხმებას გაგიმევსვენ. ამიტომ როგორც აპოკალიფსში წერია, გახსოვთ აპოკალიფსის მესამე თავში. დიდარ ვარ და გამდიდრდი და არარაი მეხმარების. არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლიაო, ზოგი ამბობსო. ასეც ეთქვიანო. და არ უწყიო შენო.
რამოთაც შენ ხარ უბადრუკი და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი, მეტი რაღა უნდა იყოს. აი ეს ხარ შენ რეალურ ნატურაში, ესე ვთქვათ, როგორც ხარ, აი ეს ხარ. ანუ ხარ საწყალობელი, უბადრუკი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. და მოდი, შენს თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გექნება. საკუთარი თავის რაღაცა ტოპოსის დამკვიდრებას ყველგან ნუ მოინდომა. და ძალიან კარგი გაკვეთილია ჩვენთვის ეს აპოკალიფტური სიტყვები. ამიტომ ადამიანს, რომელსაც უჭირს, ღმერთს უნდა მიმართოს, თავი დაინდაბლოს, ღმერთს უნდა მიმართოს და მოეშვება ეს გაჭირვება. იტიროს, მოინანიოს, ჯობია, თის შიში შეინარჩუნოს და აუცილებლად უფალი მას წყალობას გარდამოვლის, რასაც დღევანდელი ზიარებითაც აგერ მივიღებ ღვთის წყალობით. ყოველთვის როცა გაგვიჭირდება, ამიტომ მიმართოთ უფალს. დღესაც ამ ძიმე დროში, ამ ძიმე მიწიერ ცხოვრებაში, დასაწყისი ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი ცხოვრების გაგრძელებისა და ჩვენი ცხოვრებაში გაძლიერების სულიერი წინსვლის და კეთილი ცვლილებების მიზეზი და მაკურთხეველი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მას შევავერტოთ ჩვენი თავი და იგი აუცილებლად ჩვენ ცხოვრებას უდიდეს საზრის, უდიდეს ზალას, უდიდეს იმუნიტეტს, დიდი დაბკოლების თუ მცირე დაბკოლების, ხილული თუ უხილავი ბრძოლების გადალახვის შესაძლებლობებს მოგცემს და გზას გავიხსნებს. ღმერთმა დაგლოცვა და გზას წელი ქონდეს. ის საერთოდ სულის საცხოვრებლად. ამინ.